რა არის უხილავი მონათმფლობელობა? არსებობს ხილული, როცა ადამიანს დაიჭერენ, ბორკილებს დაადებენ და ამუშავებენ თავის საქმეებზე. რისი კეთებაც არ უნდა, მაგრამ იძულებულია რომ აკეთოს. მაგრამ არის ხოლმე უხილავი მონათმფლობელობა, როცა ადამიანი ვერ ჩერდება ცოდვაში. არ უნდა და სვავს. ხვდება რომ თავს იკლავს, მაგრამ ვერ ჩერდება, სვავს. არ უნდა და ეწევა და ასე შემდეგ. ყველას ერთი და იგივე უბედურება არ ჭირს ხოლმე. აი როგორც ხორციელ ავადმყოფობებშია, ყველას ერთი და იგივე რაღაცა არ ჭირს. ზოგს თავის ტკივა, ზოგს ფეხის ტკივა, ზოგს თვალი აწუხებს. ზუსტად ასევეა ცოდვებიც. ყველას ერთი სუსტი წერტილი არ აქვს ხოლმე. ამის შესაბამისად, ეშმაკი წერს ხოლმე რეცეპტურას კონკრეტული ადამიანისთვის, როგორ დაღუპოს. ზოგს გამოუწერს ხოლმე, რომ იყოს ლოთი, ზოგი რომ კაზინოში დარბოდეს, ვიღაცა მრუშობდეს, ვიღაცა იპარავდეს. იმის შესაბამისად, ვინ როგორ მიიღებს ამ ცოდვას, რომ თვითონ კონდეს განწყობა ადამიანს. წმინდა მამებს ასე უწერიათ, ცეცხლიო შენ გიკიდიაო, ეშმაკი უბრალოდ სულს გიბერავსო. რა სუსტი წერტილიც გაქვს, იმას ავითარებს. იმითი ცდილობს რომ დაგაზიანოს, დაგღუპოს. მონა უნდა ყოფილიყო ბატონის მორჩილი. აი გადმოცემებში შენახულია, რომ მონას რომ ბატონისთვის თვალებში შეეხედა, ეს აღიქმებოდა როგორც კადნიერების ნიშანი, ასეთ მონას მოკლავდნენ, რომ დღესო თვალებში შემომხედა, ხვალე აჯანყებას დაიწყებს, იქეთ დამარტყავს. ამის მსგავსად, ეშმაკს უნდა ხოლმე რომ ადამიანი იყოს არა მარტო მისი საქმეების მაკეთებელი, არამედ შინაგანად გატეხილი, თავდაღუნული, რა ვქნა, ესეა და სხვა გზა არ არის. უნდა ვსვაო, უნდა დავლიო, მოვწიო, ვითამაშო. ყოველი მცდელობა მონის განთავისუფლებისა ხვდებოდა ხოლმე რაღაც გასასტიკებულ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ერთი მონა თუ გაბედავდა ამ მონობიდან გამოსვლას, ეს იყო მაგალითი სხვებისთვის და მთლიანად სახელმწიფოს წყობა დგებოდა ეჭქვეშ. სცადეთ ამ მონობიდან განთავისუფლება. ამ მონობიდან გაგვანთავისუფლებს ლოცვა და მარხვა. თუ ადამიანი კმაყოფილია მონობაში, ის არასოდეს არ განთავისუფლდება. მაგრამ ამ უხილავ მონობას აქვს ერთი თვისება, ის პროგრესირებს, როგორც დაავადება. მახსენდება ერთი შემთხვევა, ბანკში ვიყავი, რაღაც საქმეზე მისული, მოვიდა ვიღაც ადამიანი, ნამდვილი ქართველი, ჭამას მისგან, გასკდომაზე როა კაცი. 5 წუთში მოვიდა იმისი შვილი, მაგრამ ეს ბიჭი არ გავდა მამას. მამა თუ პირუტყს იყო დამსგავსებული, შვილი უკვე ეშმაკს აგავდა. დიდი შავი მაისური, ზედ გადაბრუნებული 5-ქიმიანი ვარსკვლავი და ამ ვარსკვლავში შიგნით ჩაწერილი 3-6-იანი. ის რომ დღეს თქვენ არ წახვალთ ფეხბურთზე, არ დაინტერესდებით ავსტრალიაში რო ქარმა რა გამოიწვია. გამოტოვებთ რესტორანს და იმოღვაწევებთ, იშრომებთ, იკითხავთ სახარებას, გააკეთებთ რაც იქ წერია. ეს გამოიღებს იმ ნაყოფს, რომ 10, 20, 50 წლის შემდეგ ჩვენი შვილები ქუჩაში არ ირბენენ შიშვლები. აი თქვენ გიკვირთ ხოლმე, რომ ერთი ქალბატონი იყო ევროპიდან დაბრუნებული, 16 წლის ბიჭებიო ქუჩაში კოცნაობდნენ და აბა მიდი კარგი მაგარი ხარ და რამე უთხარი. ეს გამოიწვია იმან, რომ მათი მამები 100-200 წლის წინ მიეცნენ ჭამას, მას, კეიფს, ამან გამოიყო ეს საზარელი ნაყოფი. ყვავისგან მტრედი არ ჩნდება, კატისგან ლომი არ იბადება. აი მეფეს რო შვილი გაუჩნდებოდა,
პატარა ბავშვი იყო, მაგრამ ის უკვე უფლისწული იყო, ყველა პატივს ასცემდა და გლეხს რო ბავშვი გაუჩნდებოდა, ის გლეხის შვილი იყო, შეიძლება ბატონს ძაღლზე გაეცვალა და ის მამამისი ვერაფერს იტყოდა. თუ თქვენ იქნებით გლეხები, სულიერად რა თქმა უნდა, დღე და ღამე მიწაზე თავდაღუნულია ესე, ზევით რო ვერ აახედებ ადამიანს. მაშინ თქვენ შვილებს ესე გაირეკავენ, როგორც ცხოველებს. და თუ თქვენ იქნებით მეფე, სულიერად, თქვენი ვნებების ბატონი, ვნებები კი არ იქნება თქვენი ბატონი, არამედ თქვენ იქნებით მათი მბრძანებელი. მაშინ თქვენ შვილებსაც პატივისცემით მოეპყრობიან, იძულებულები იქნებიან, რომ თქვენს მადლმოსილებას ანგარიში გაუწიონ. ღმერთმა გაგახაროთ.